ლევან გალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგის სხდომა გაიმართა. მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 2025 წლის გეგმები და პროგრამები განიხილეს, რომელიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. მომავალ წელს აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტი განათლების, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის მიმართულებები იქნება. დაგეგმილია სამინისტროების პროგრამული ნაწილისა და დაფინანსების ზრდა. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ბიუჯეტის საკითხი. 2024 წლის გამოწვევებიდან გამომდინარე ჩვენ დავგეგმეთ 2025 წლის ბიუჯეტი. ძირითადი მიმართულებები ეს არის ჯანდაცვის მიმართულება, ინფრასტრუქტურული მიმართულება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია განათლების კუთხით დაიგეგმება მნიშვნელოვანი სიკეთეები. მთავრობის სხდომაზე დავსახით 2025 წლის სამოქმედო გეგმა, განვიხილეთ ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, ახალი მინისტრთა კაბინეტის ხედვა თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ბენეფიციარების ცხოვრების ხარისხს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ახლა დანიშნულ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ბატონ ლაშა დოლაძეს წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში.